მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცა შენ ჩაფიქრებული ადამიანი და მე ვხედავ, რომ მოიქცა ძალიან არაადეკვატურად და რაღაცნაირად არასწორად, როგორც ჩვენ იმსახურებთ, ისე არ მოგექცა კარგად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომ გაითავისოთ თუ როგორ მოიქცევა. თუ ეს ადამიანი არ შეძლვის შენ და მიქცევას, ანუ აზრი არა აქვს აქ რაღაცების გარკვეულ გამორკვევას რა. პატივისცემით მოგექცევა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი, მაგ შემთხვევაში გინდა რომ იყოს შენთან. გაუმეორე ეს წყობა შენ თავს მილიარდჯერ, მილიონჯერ და რა ვიცი, ტრილიონჯერ ალბათ რა. როგორ ქმედებებს განახორციელებს ადამიანი შენს მიმართ? ენერგეტიკული დაბინძურება არის ენერგეტიკულ ველში. აი, გრძნობ როგორ რაღაცას იცი, რომ ადამიანი არ არის მზად ჯანსაღი ურთიერთობისთვის. აი, მოკალი და არ არის მზად. უნდა? როგორ არ უნდა? უნდა, მაგრამ არ არის მზად. თუ ქმედებები განახორციელებს როგორც ქმედებებს, იცი რომ აი მოვა, დაგელაპარაკება, გაფრინდება, გამოფრინდება სადღაც, მოშრიალდება, გაშრიალდება, გადმოშრიალდება და აი რო არ იცის როგორ მოიქცეს რა. მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი ემოციური კავშირია თქვენ შორის. მაქსიმუმ ამ ეტაპზე უბრალოდ დიპლომატიური ღიმილი მოგვაროთ მართლა და მე ნენა დაიწყოთ რაღაც ქმედებას, რის ნიადაგზეც გენდომებად რომ უფრო ადეკვატურად მოიქცეს, არ მოიქცევა რა თქმა უნდა ადეკვატურად, მაგრამ ურთიერთობაში სტაბილურობისთვის რაღაცებს გააკეთებს. ანუ აი ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რაღაცებს რა, რაღაცებს რაც ურთიერთობას უკეთესობისკენ შეძლებს. კაი, აი ვთქვათ რაღაცებში გაშედის, რომ აი რას რას? შეხვედრა და სიყვარული. ანუ შეხვედრას საუბრის შემდეგ იქნება საუბარი ისევ სიყვარულზე, ისევ შერიგებაზე, ერთიანობაზე, მაგრამ ნუ აი ადამიანი თავიდანვე გეტყვის რომ არ არის მზად სტაბილური რაღაცა ურთიერთობისთვის, სადაც აქ უნდა თვითონ მიიღოს მონაწილეობა. აბა ეხლა სხვა ხო არ მიიღებს ურთიერთობაში მონაწილეობას, თვითონ თუ არ მიიღებს, აბა ეხლა სხვა აი დამხმარე რაზმი რა უნდა და თუ ეგ არ შეუძლია, მაშინ წავიდეს რომ სხვამ დაიჭიროს მის ადგილს ადგილი შენ ცხოვრებაში. და გახსოვდეთ რა, გიყვარდეთ ის ვინც ძალიან დიდი პატივისცემით გეპყრობათ, რადგან სიყვარული არის ძალიან მსხვერპლი და თუ არ გაუფრთხილდი, ძალიან მალე შეიძლება დაიბრძნოს და გატყდეს და დაანგრიოთ თუ ამაზე ყოველდღიურად არ იმუშავე. ყველაზე რთულია ამ ყველაფრის შენარჩუნება და ყოველდღიურად მუშაობა. ამიტომ თუ არც ამას აკეთებს და თუ არც იმას აკეთებს, რომ იმუშაოს ურთიერთობისთვის დაგელაპარაკოს და არც შენი მოსმენა უნდა და პლუს არც შეცვლა უთხარით აბა შენ აბა ეხლა დროზე იდინა ხოიო და გააჯმეინე შენ ცხოვრებით. ანუ მართლა ანუ არ ჭირდება